მოშვებით, ახლა კი ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ თემას დავუბრუნდეთ. ჩვენმა კოლეგამ თაკო ასათიანმა სიუჟეტი მოამზადა და მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის საინტერესო არაერთ კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის იმას, თუ რომელ ასაკში და რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ გამოკვლევები ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის. ნახოთ თაკო ასათიანის სიუჟეტი. ცნობს დედას 4 თვის ვაჟი? კი, არა, პასუხი. თავში ქეთაბრუნებს, საიდანაც დედა ესმის? კი, არა. პროფილაქტიკური შემოწმებისთვის ექიმებს მშობლებისთვის სპეციალური კითხვარი აქვთ, რისი მიხედვითაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება ხდება. სწრაფად მზარდი ორგანიზმისთვის გეგმიური კონსულტაცია დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს. მედიკოსებთან ვიზიტის ჩვევის გამომუშავება კი დაბადებიდან 1 კვირის განმავლობაში იწყება, როცა ექიმი და პაციენტი პირველად ხვდებიან ერთმანეთს. სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ პირველ 3 დღეში პაციენტი აუცილებლად უნდა მივიდეს პედიატრთან, რომელიც იქნება მისი მუდმივი პედიატრი და რა სიხშირი. პირველი წელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ბავშვი 1 მილიონი ჯერ ხდება მუცელში ჩასახვიდან დაბადებამდე, აქ ასამმაგებს თავის ზრდა განვითარებას 1 წლის განმავლობაში, ყველაზე ინტენსიური მატების ტემპია. აუცილებელი არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თვის ვიზიტები თვეში ერთხელ, შემდეგ 5-დან 6 თვემდე 1, 7-დან 8 თვემდე 1, 9 თვის ასაკში და 1 წლის ასაკში. ეს ვიზიტები ემთხვევა დასაწყისში იმუნიზაციას, ანუ ვაქცინაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 1 წლის შემდეგ უკვე არის 18 თვის ასაკში, 24 თვის ასაკში და შემდეგ უკვე წელიწადში ერთხელ 18 წლამდე ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიაროს ეგრეთ წოდებული ჩეკაპი, ანუ პროფილაქტიკური შემოწმება. საქართველოში პაციენტები ძირითადად 2 კატეგორიად იყოფიან. საკმარისია 1 დაცემინება და მედიკოსის კაბინეტში აღმოჩენა. მეორე შემთხვევაში კი ექიმთან უკვე დამძიმებული დიაგნოზით მისვლა. შუალედის პოვნა კი პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. წელიწადში ერთხელ საკმარისია ექიმთან ვიზიტი, თუ კი პაციენტი არის ფონურად ჯანმრთელი და მას არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და მას არ აქვს რაიმე ახალგამოვლენილი ჩივილი. 40 წლის ზევით ქალებში განსაკუთრებით ემატება გამოკვლევები, ისეთი ტიპის კლინიკური გამოკვლევები, რომლებიც გამოავლენს თქვათ საშვილოსნოს, ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს, ემატება ფარისებური ჯირკვლის სკრინინგული გამოკვლევები, იმიტომ რომ საერთოდ საქართველოს მოსახლეობა არის იოდ დეფიციტის ზონაში. გარკვეული ასაკის ზევით მამაკაცებთან კარგია წესია კარდიოგრამის გადაღება. რა თქმა უნდა, უარი არ უნდა თქვათ ექიმთან ვიზიტზე იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ჩივილი გაქვთ. მიუხედავად იმისა, გავიდა თუ არა გამოკვლევიდან 1 წელი. 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კი ექიმს წელიწადში 2-ჯერ უნდა მიმართონ. თუ განსხვავებული ფიზიკური დატვირთვით ცხოვრობთ, ექსტრემალურ პირობებში მუშაობთ ან ქრონიკული დაავადება გაქვთ, უმჯობესია თქვენი მედიკოსებთან ვიზიტის და პროფილაქტიკური გამოკვლევების გრაფიკი უშუალოდ პირად ექიმთან ერთად შეადგინოთ. ნახეთ რეპორტაჟი, დიდი მადლობა თაკო საინტერესო პასუხებსაც, რომელიც კითხვებზე მივიღეთ, თუმცა არის დარჩენილი კიდევ სხვა კითხვები, რომელზე პასუხი ჩვენ სტუმრისგან უნდა მივიღოთ. თაკო შეახსენეთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2409029. დილა პირველზე ქართული ლათინური შრიფტით მოგზებნეთ, მოგვიწვევით და დასვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ჩვენს სტუმარს პატარინაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ვისაუბრებთ დაავადებების პრევენციაზე, გეგმიურ კვლევებზე. რას გვეტყვით, ჩვენ დილის წამყვანება რამდენ ხშირად უნდა მიმართოთ ექიმს? ახ უყურებ და სულ ასე ვთქვათ კომპიუტერში ჩასჭერები ხართ, აქედან გამომდინარე განსაკუთრებით ახლა დროს როცა კომპიუტერი ასე ვთქვათ ძალიან ისე შემოვიდა წელიწადში ერთხელ მაინც თვალის ექიმი არის, რაც ჩემ კოლეგებს ასე ვთქვათ არ უშვიათ და სხვა შორის კიდევ ერთი რომ სტომატოლოგიც არ დაგვავიწყდეს, ჯობია ადრე მივიდეთ, სანამ არა მაშინ როცა გვილი აღკვირდება, არამედ მანამდე რომ წელიწადში ერთხელ ვთქვათ დავათვალიეროთ პირის ღრუში რა მდგომარეობაა. ბატონო ბატა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც პრინციპში ნაწილობრივ სიუჟეტშიც იყო საუბარი, არის ის, რომ არ არსებობს კულტურა
გეგმიური პროფილაქტიკები საქართველოში. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ შემოწმდეს. არა, ამჟამად ნამდვილად აღარ არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ პირველად ჯანდაცვა პრაქტიკულად, ანუ ვიზიტი ექიმთან ყველასათვის უფასოა და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, აქ ალბათ უფრო ჩვენი ქართული დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, აი რა არის ეს ქართული დამოკიდებულება? რა უნდა მომივიდეს, რა უნდა დამემართოს ახლა მანამდე არ მივდივარ. აი, რა გვხვდება, მეც მივდივართ უკვე იმ დროს, როცა ასე ვთქვათ, სამწუხაროდ მე მივყავართ ხოლმე. ხო. სანამ წასაყვანი სანამ არ გავხდებით, არ მივდივართ. თქვენ როგორ იცავთ ამ წესს? ცუდად. რა მაგის პასუხია და? უძმელი პასუხი. ანუ წელიწადში რამდენჯერ ასწრებთ საკუთარ თავისთვის რუმას? ნუ ერთხელ კოლეგები ლაპარაკობდნენ აქ, არა, ნუ თქვათ იგივე სკრინინგ ცენტრში დამყოფი ნამდვილად ვარ. ოღონდ არა იმ სიხშირით, როგორიცაც უნდა ვიარო. ბატონო პატად, აი რამდენ მნიშვნელოვანია ამ კულტურის შემუშავება, ამაზე დაფიქრება, მსჯელობა და დანერგვა ჩვენს ყოველდღიურობაში. აი ვისგან დაგვიცავს? ეს დაგვიცავს უამრავი რაღაცისგან დაგვიცავს. ჯერ ერთი დაგვიცავს, თქვათ, იგივე აი ხარჯები შეიძლება მერე იყოს. იმიტომ რომ თქვათ მოგეხსენებათ სახელმწიფო ფარავს გარკვეულ 70-80% ხომ თუ ქრონიკული რაღაც დაავადებაა და დანარჩენი შეუნდა დაფარო. ანუ თანხმობრივადაც რო ვიანგარიშოთ, ჯობია ადრე მივხედოთ, როდესაც თქვათ არაფერი სერიოზული ჩარევა არ იქნება საჭირო, ვიდრე თქვათ მერე მივხედოთ, როდესაც იქ თანაგადახდაც ასე ვთქვათ, ჩვენი გასაკეთებელი იქნება. აქედან გამომდინარე, აი ხა გუშინ მაგალითად იყო დიაბეტთან მბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნა, თქვათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის დღე არის და დიაბეტს მიეძურა, ხო? აი დიაბეტი მოგეხსენება დიდი პრობლემაა მსოფლიოში, ჩვენთანაც. აქედან გამომდინარე, იგივე ვთქვათ, აი პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ, თქვათ, ამ დაავადებას, რაც უფრო და მე არ ძალიან მარტივი რაღაცებია, რომ თქვათ შეიძლება ხლიანად ვერ მოვრჩეთ, მაგრამ ნორმალურად ვიცხოვროთ, ხო? ამას შეიძლება ბაკონტროლოთ, ხო? აი ის ჯგუფები თუ არის კონკრეტული ჯგუფები ადამიანების, რომლებიც უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღება. ასე ვთქვათ, ჭარბიწონის მქონე ადამიანები, რომელსაც დაბალი ფიზიკური აქტივობა უწევთ. ასე პირველი ორი ყველაზე უფრო დიდი რისკი ჯგუფი, პლუს კიდე მწვერვალები თუ არიან, კიდე უფრო ემატება რისკი. ან იგივე ასაკობრივი. ასაკობრივი, მოდით ესე ვთქვათ, ასაკობრივი ერთ-ერთი კიდე რისკი ჯგუფი არის ეს თუ ანამნეზში, ანუ შენს ასე ვთქვათ, მემკვიდრეობაში ვინმეს აქვს დიაბეტი, ესეც არის რისკი ჯგუფი. დიაბეტი და არა მხოლოდ, ალბათ ეს სხვა ქრონიკულ დაავადებასაც ნუ მოდით ესე ვთქვათ, მეტნაკლებად შეიძლება ყველას, მაგრამ არის დაავადებები, სადაც უფრო მეტად არის ვთქვათ ეს გამოხატული, არის დაავადებები, სადაც ნაკლებად არის ეს კავშირი ვთქვათ მემკვიდრეობასა და დაავადებას შორის. სახელმწიფო პროგრამები როგორ ებრძვიან დიაბეტს? რადგან თემაზე საუბრობდით და გუშინაც არა, ნუ მოდით ესე ვთქვათ, ახლა ძალიან ბევრი პროგრამა არის ამჟამად, რომელიც მუშაობს, მათ შორის ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რაც ვთქვათ, იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს, რომელიც ნუ ისე მომატებულია მართლა ყველანაირი სტატისტიკა ექიმთან მისვლის, ანუ აი რაც დაგროვებული იყო ეს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ მიდიოდნენ ექიმთან ამ სწორედ აი ამ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გამო. ამჟამად ეს პრობლემების უმრავლესობა მოხსნილია, მაგრამ ეხლა გასახვეწია უკვე რაღაც დეტალები ამ პროგრამის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ანუ საქართველოში ორი პროფესიის ადამიანებს განსაკუთრებით ორი პროფესიის ადამიანებზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ, ერთნი სერიან მასწავლებლები, მეორენი კი ექიმები. და ძალიან ხშირად იგივე მედიაში, განსაკუთრებით ინტერნეტ-მედიაში ხშირად ჩნდება კითხვის ნიშნები ექიმების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, აი ის რომ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ოჯახის ექიმის, პირადი ექიმის სერვისი, ის რომ შემდეგ ხდება გადამისამართება სხვა სპეციალობის მქონე ექიმებთან, ამან გააუმჯობესა მდგომარეობა სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, თუ პირიქით ის რომ კერძო კომპანიას რომ დაიცვას თავისი უბრალოდ ბიუჯეტს გაუფრთხილდეს, შესაძლოა დაავადებაზე არც გადაგამისამართოს თავად გამოვიწეროს. სოფლიოში სხვანაირი მოდელები ჯანდაცვის არსებობს რამდენიმე.
ძირითადად რამდენიმეა, მაგრამ ის რომ ჯერ ექიმა უნდა ნახოს, ასე ვთქვათ, ოჯახის ექიმა, რასაც დღეს ქვია და მე სხვა შორის ეს აბსოლუტურად დარღვეულია საქართველოში. საქართველოში ყველა პირდაპირ საავადმყოფოში გარბის. ეს ჩვეულებრივი წესია. ანუ ოჯახის ექიმი ხო იმ როლს არ ასრულებს ფაქტიურად, ვერ ასრულებს, იმიტომ რომ ნუ ახლა რიგები, მოდით ესე ვთქვათ, ეს ინგლისში მარტი მაგალითს გეტყვით რომ შეგაწყვეტინებთ, ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი გამიგია, როდესაც ისინი სარგებლობენ სხვადასხვა ტიპის დაზღვევით, ისინი უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, მაგრამ ოჯახის ექიმს ამ კვირაში არც არიან და იმ კვირაში უკვე საავადმყოფოს კანდიდატია ეს ადამიანი. თუ ვინმე საზღვარგარეთ უცხოვრია იმ ქვეყნებში, სადაც ასე ვთქვათ, აი სწორედ ესეთი სოციალური პროგრამები ხორციელდება და ასე ვთქვათ, სახელმწიფო ერევა ძალიან ამაში, თუ ვინმეს უცხოვრია, ახლა მისმენენ ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ესეა იქაც არ არის, რომ ექიმთან დარეკო და მიხვიდე. რიგში ჩაეწერები შეიძლება ეს რიგი იყოს ერთი კვირის მერე, შეიძლება ორი კვირის მერე. ეს არის განვითარებულ ქვეყნებზე ვლაპარაკობ მე. ეს არის იგივე დიდი ბრიტანეთი, ეს არის იგივე სკანდინავიის ქვეყნები. სამწუხაროდ ესეა. ანუ მით უმეტეს ალბათ არ შეიძლება საკუთარ თავს განუსაზღვროთ, თუ რომელი ექიმი შეიძლება გჭირდებოდეს ახლა. ხო, ნუ თუ კბილის ტკივილთან არ გვაქვს მაინდა, აი რაღაცა აქ ტკივა ქვეშდით და შეულებრივია, ხო. მიტო ახსოვს ოჯახის ექიმი, რომ დისპეჩერია, ასე ვთქვათ, ოჯახის ექიმი, თუ არის ის პრობლემები, რომელიც თქვათ მის დონეზე წლება გადაწყვეტოს, ხოლო შემდეგ, ასე ვთქვათ, სწორი მიმართულებით გაუშვა საავადმყოფოში. როგორ გამოვიცოროთ ეგრეთ წოდებული გამძლეერის იმიჯი? როდის დავიწყოთ ცნობიერების ამაღლება და როგორ? ნუ ამას ისეთ სჭირდება ძალიან საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია, რა თქმა უნდა, ხა დღეს ძალა თქვენ გაქვთ, ასე ვთქვათ, ტელევიზიებს, აქედან გამომდინარე. ხო მოგიწვიეთ, თქვენ ყველა ნუ ჩვენი ყველაზე უფრო ისეთი არის, თქვათ, იგივე ჩვენი ვებგვერდი, ძალიან მიხარია, რომ უკვე ბევრი, თქვათ, ვიცი, რომ ყურადღებას აქცევს ჩვენ ვებგვერდს, იმიტომ რაღაცა რომ დაიდება ხოლმე რაღაც, მე უცებ დარეკავს რომელიმე სააგენტო და რაღაცას უკითხავს, ანუ ეს ინერგება ნელ-ნელა და უამრავი ინფორმაცია დეს იგივე ჩვენ ყოველთვის, როდესაც ეს ვირუსული სეზონი ახლოვდება, ცხადია ყურადღების ცენტრში ბრძანდებით. ძალიან ბევრს ხუმრობით და დამცინოდი კიდეც მაგაზე, მე მგონი გამარჯვების მისამნობის კულტურა უნდა შეიცვალოს, არ არის აუცილებელი გადაკოცნა ვირუსულ პერიოდში. აბსოლუტურად გეთანხმებით, სხვა შორის აი ებოლას მერე წავიდა ის, რომ როგორი იყო მისალმება, ნუ შორიდან ბრეჟნევის სტილში. არ ვლაპარაკობ თვითონ ებოლას ექიმები ესე ესალმებოდნენ ხოლმე კლავებით ერთმანეთს, მაგრამ ამერიკაში დათვალეს, რომ ყველაზე უფრო უსაფრთხო მისალმება რა არის და ეს ნიუ-იორკელი კაი ბიჭების მისალმება, ესე ხელით ყველაზე უსაფრთხო მისალმება, ანუ ხელის ჩამორთმევასთან და სხვებთან შედარებით. კი, ცხადია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბავშვები დავიცვათ იგივე აცრებს, რაც შეეხება და კამპანიებზე, ანუ დიაბეტზე ცალკე მიმდინარეობს იგივე ჰეპატიტზე განხორციელდა პროგრამა, ანუ სკრინინგი არის უფასო ქალებისთვის, მკერდის და საშუალო სინესთან დამაკაცებისთვის პროსტატის. დიახ, და ასე შემდეგ. არაერთი პროგრამა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც პირველადი დათვალიერების საშუალებით ვნახოთ, როგორი მდგომარეობა გვაქვს, ავართ თუ არა საშიშროების ქვეშ და ასე შემდეგ. აი სხვა რა ტიპის პროგრამებია, რომელზეც საზოგადოებამ იმდენი არ იცის და არ აქვს ინფორმაციები, რომ ისაც ჩამოთვალე ასე თუ ისე საზოგადოების ის პროგრამები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მაღალი რისკის და ყველაზე უფრო დანარჩენი არის ჩვეულებრივად მართლა ექიმთან მისვლა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, იმიტომ რომ ეს პირველად ჯანდაცვა მათთვის არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და ნუ უბრალოდ მართლა ექიმთან უნდა მისვლა წელიწადში ერთხელ, რომ უბრალოდ გაგსინჯოს ექიმა რამე ხო არ გჭირს. ნუ ეს თუ კარგად ასე ვთქვათ ძალიან მარტივი რაღაცები და ამ მარტივი რაღაცები ძალიან ადრეულ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ რაღაც საკმაოდ ძიმე გართულებების შემდგომ თავიდან აცილება. შეიძლება გავიგოთ ახლა რამდენ ხშირად არის ჩვენი ერთ-ერთი მაყურებელი ამდენ ხშირად მიმართავს ექიმს. დილამშვიდობისა. ჩვენ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. სალამი. გამარჯობა ბატონო პატა. გისმენთ. ალო, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. დიახ, შეკითხვა ესეთია. ევროსტანდარტებით რომ ვიტყობთ, მე ექიმი გახლავართ მომსახურებას. თქვენ გესმით ბატონო პატა? არა, სამწუხაროდ. დიახ. ალო. დიახ, გისმენთ. ჩვენ გადავწევთ კითხვას. დიახ, კი ბატონო, ევროსტანდარტებით რომ ვიტყობთ მომსახურებას, აქვს თუ არა ექიმს ევროსტანდარტების დონეზე ანაზღაურება, ეს ერთი. მეორე არის თუ არა ექიმის უფლებები დაცული და მესამე. რატომ არ ხდება ამ ხნის განმავლობაში
სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა და შექმნა საქართველოში. საქართველო არის ერთადერთი სამწუხაროდ მსოფლიოში ქვეყანა, სადაც გაანადგურეს და მოსპეს და არ არსებობს სახელმწიფო სექტორი. და დღევანდელი კერძო კომპანიები და კერძო საავადმყოფოები საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულის თითქმის ნახევარზე მეტ ჟანდაცვა მხედველობაში მოიხმარენ საკუთარი ინტერესებისთვის. ასაკებია, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საქართველოში მართლაც ესეთ უნიკალური სისტემა ქონდა, სადაც პრაქტიკულად, თლათ 100%-ით არა, იმიტომ რომ გოსპიტალურ სექტორში არსებობს ჯერ კიდევ სახელმწიფო, თქვათ, იგივე ინფექციური, თქვათ, იქნება ტუბერკულოზის საავადმყოფო, ფსიქიატრიული, მაგრამ ეხლა შენდება იცით ალბათ შენდება თქვათ ზუგდიდში აფხაზეთის საზღვართან სახელმწიფო საავადმყოფო, შენდება ბათუმში, შენდება თბილისში, ასე რომ სახელმწიფო საავადმყოფოები კონკურენციაში შევლენ კერძო სექტორი აუცილებელია, ეს არის ყველა ნორმალური ქვეყანაშია. ამოქმედება თვალსწრაფით ზუგდიდი უკვე ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს, ასევე ბათუმში, ჯერ არა ალბათ და თბილისშიც მოგეხსენებათ იყო ეს საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა დარჩენილი, იქ რა წილობრივი მითი კეთდება, ასე რომ ეს პრობლემა მართალია არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ერთ დღეში სამწუხაროდ ძალიან ძნელი ამ პრობლემების გადაჭერა, მაგრამ გაკეთდება. ანაზღაურებაზეც იკითხა ჩვენ ახლა. ანაზღაურება, ახლა კი ბატონო, ახლა იცით რა, მაშინ ვის აქვს საქართველოში ის ევროპული ანაზღაურება, მარტო ექიმები ხო არ არიან ამ დღეში, რომ არც მე არ მაქვს ევროპული ანაზღაურება ხო, სამწუხაროდ არა ვარ ჯერ ის ქვეყანა, რომელიც, მაგრამ აწესხელი ვის აქვს? პროფესიონალიზმზე იყო იცით ლაპარაკი და არ შემიძლია უბრალოდ არ თქვა, ეს არის ორი დღის წინანდელი ამბავია, ქალბატონი, რომელიც სხვა შორის, კაი, თბილისში არ არის ექიმებში ვერაფერი დაუდგინეს, მე გერმანიაში დავიდა იწვა საავადმყოფოში. უთხრეს ჯანმრთელი ხარ, არაფერი არ არის, გეჩვენებაო, ცუდად ხარო. ჩემი თაობის ქალბატონი ძალიან გესმის. და აღმოჩნდა უბრალოდ მე მოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ლაბორატორია, რომელიც ლუგარის ლაბორატორია, ახლა ხშირად რაღაც რუსულ მედიაში არის ხო რაღაც საშინელებებს ვაკეთებთ იქ და რაღაცა სისულელეს და ჭორებს აკცელებენ. დაუდგინეთ ჩვეულებრივი რაღაცები ბრუცელოზი. ანუ წარმოიდგინეთ ეს გერმანიაში იწვა საავადმყოფოში, რა ანალიზებს უკეთებენ. ასე თქვათ მასეც არ არის ჩვენ ექიმებს გადაუსვამთ ხას. ყველგან ხდება თქვათ ის რომ რაღაცა ექიმა რაღაცა ვერ გამოიცნოს, კარგი ლაბორატორია საჭირო, კარგი აპარატურაა საჭირო, რომ ექიმს დაეხმაროს დიაგნოზის დასმაში. ანუ ამ მხრივ ამ თვალსაზრისით, როდესაც ჩვენი მაყურებელი ევროსტანდარტების მომსახურებაზე საუბრობდა, აქ არ არის ლაპარაკი მაგალითად ლუქს ტიპის დაწოლაზე, ჰოსპიტალში დაწოლაზე. ზუსტად, ხო, დიაგნოზი, რომელსაც მე დამისვამს ექიმი, იყოს სწორი და არ მჭირდებოდეს გადამოწმება რამდენიმე ექიმთან იმისთვის, რომ დავუკვირდეთ. ფაქტი სახეზეა, რომ იქ ვერ დასვეს, ჩვენ დავსვით. ხო, ანუ ცხადია, რომ ესე აბსოლუტურად არ არსებობს, რაც არ უნდა კარგ ჰოსპიტალში მუშაობდე, რაც არ უნდა საავადმყოფოში, რაც არ უნდა სახელგანთქმული ექიმი იყოს, თუნდაც იგივე რაღაც შეცდომები, გადაცდომები, ალბათ ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროფესია ყველა. იქნებ უფრო თაობას, როგორც ვატყობთ ახლა ჩვენ მსჯელობიდან და ზარებიდანაც ესეთი აზროვნების ესე უცაბედი სვლა არ გამოგვივიდეს, ამიტომ პატარებზე როგორ უნდა ვიზროთ, იგივე სკოლებში როგორ ხდება ცნობიერების ამაღლება, რომ დროულად არის საჭირო მიმართვიანობა. პატარებში მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლის ექიმის ინსტიტუტის აღდგენა, სკოლებში ექიმის ინსტიტუტის აღდგენა, იმიტომ რომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონი ქეთი ლაპარაკობდა უკვე სულ პატარა ბავშვებს, ასე ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად უნდა მართლა ექიმთან ვიზიტი და დაკვირვება, რომ არაფერი გამოგრჩეს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ სასკოლო ასაკიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იგივე თქვათ, აი სკოლის ექიმის ინსტიტუტის აღდგენა მე მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და ესეც, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო მეტად გასაგებია, როცა ექიმი ასე ახლოს არის ბევრ ბავშვთან, მას შეუძლია იგივე სამედიცინო განათლება შეიტანოს, თქვათ, აი ამ ბავშვებში, რომ თავიდანვე მიეჩვიონ თავიანთ ჯანმრთელობაზე. ან თუნდაც სკოლაში, სადაც ბავშვები უამრავი ბავშვია, პატარა ტრაუმის შემთხვევაშიც კი იქ იქნება ადამიანი, რომელიც დროულ დახმარებას აღმოჩნდა, ალბათ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენ მაყურებელი ყავს კიდევ ერთი ხაზზე, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. სამწუხაროდ ხმა არ მესმის.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გისმენთ. გისმენთ. ალო, რომ შეიძლება კომიზაც დაზღვევის შეიძლება ენდოკრინოლოგთან ისვა, შაქრიანი დიაბეტი. და მივდივარ, მაგრამ მაგასვიდანა გვაქვს დაზღვევა და გვეუბნება, რომ არ გიფინანსება, რა ქვია, დიაბეტებს არ გიფინანსებათ ეს ექიმთან ვიზიტი. არც შაქრის ანალიზი, არც არაფერი, წამალია საშინელი ძვირი. ჩემ მეუღლის ხელფასით ჩემ სამართლა სჭირდება. და ექიმთან ვიზიტი. და როგორ უნდა მოვიდე? მადლობა. ძალიან ძლიერი ეს პასუხება, თუ არ ყოფილ თქვენი რაღაც უფლება დარღვეულია, ჯანმრთელობის სამინისტროში სპეციალურ ცხელხაზე არსებობს, სადაც ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში მიმართოთ კონკრეტულად 15:05, სადაც კონკრეტულად გაგცემენ პასუხს თქვენი უფლებები ამ შემთხვევაში დაირღვა თუ არა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახსენეთ არაერთი პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მინიმალური თანხის ან სრულიად უფასოდ მიიღონ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებები, არსებობს მაინც მთელი რიგი პრობლემები, როდესაც ადამიანები რაღაც ეკონომიკური პრობლემების გამო თან იმ ფონზე, რომ მედიკამენტები საქართველოში მართლაც უძვირესია, სრულიად არ მიკვირს, რომ ადამიანი, რომელიც ახლა გვირეკავდა საკუთარი ანაზღაურების უდიდეს ნაწილს ხარჯავს მედიკამენტებში. თუმცა ეს თემა ცხადია თქვენ არ გიხებათ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან. მე იმედი მაქვს, რომ მცირედ მაინც შეუწყოთ ხელი და დაგაფიქრეთ იმაზე, რამდენად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, იზრუნეთ პროფილაქტიკაზე, რათა შემდეგ თავიდან აირიდოთ სხვა არაერთი გართულებები. ბატონი პაატა იმნაძე გახლდათ ჩვენი სტუმარი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოგზაურობისას. ჩვენ კი შეხედავთ ჩვენ ეს შემოგთავაზოთ თამუნამუს ერთის უკვე ტრადიციად ქცეული ჩარტი.